კომპეტენტურ შეკითხვას დაგისვამთ, რომელიც ასე ჟღერს, რომელი გარემო პირობები, მაგალითად, ცურვა, ამინდი, მტვერი, უწყობს ხელს ყურის ანთების გავრცელებას. ყველა რაც შემოთვალეთ, გარდა ამისა, უფრო მეტიც არის რასაკვირველია, ეს ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს, პარაზიტები შეიძლება იყოს, მექანიკური ტრავმა, განსაკუთრებით, ალერგიული რეაქცია, იმიტომ რომ 75% სადღაც 80% ოტიტების შემთხვევა ალერგიიდან გამომდინარეობს. ბალახის თავთავები ხშირად არის, რომ ეწებება თმაზე და შემდეგ თავისთავად ყურის სახის მეშვეობით გადადის ყურში. ცხოველი ვერ ინთავისუფლებს თავს, იმიტომ რომ ძაღლის ყურის ანატომია რო ავიღოთ, სასმენი არხი ლათინური ასოფგერა ელის მაგვარი არის, კი ბატონო, და ამ შემთხვევაში თავისთავად ის ბალახი უკან ვერ ამოდის. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დაჩირქება და სერიოზული ინფექცია.